Salve მეგობრებო, კეთილი ყოს გვერდმოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვაგრძელებთ 2024 წლის ფავორიტი პროდუქტების შესახებ საუბარს. უკვე ჩავწერეთ გამწმენდების, შრატები, ტონერები, ესენციების, დამატენიანებლებისა და მზისგან დამცავების შესახებ ვიდეო და დღეს მოვედით სხეულის პროდუქტების შესახებ, სადაც სხეულის დასაბან საშუალებებს და დამატენიანებელ საშუალებებს ერთად გავაერთიანებ ამ ვიდეოში და გესაუბრებით ამ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ჩემ წინ უკვე ჩამწკრივებულები არიან რეიტინგის მიხედვით. ვიწყებთ პროდუქტით, რომელიც ყველაზე ნაკლებად მომეწონა და ვამთავრებთ პროდუქტით, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა 2024-ში. მე მგონი არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ პროდუქტი, რომელმაც ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები წელს იყო Balias Allzweck ბალზამი. Allzweck ბალზამი, მოკლედ მულტიფუნქციური ბალზამი, გლიცერინი და ალანტოინით, მშრალი, გაუხეშებული კანისთვის, როგორც აწერია ასეთ. ამ მოცულობა იყო 100 მლ, გახსნიდან 12 თვევა და ეს არის ძალიან ბიუჯეტური ბრენდი, დემის ბრენდი როგორც ისეთ, რომელიც აქ მარტივად შეიძლება რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინო, პარფიუმის გარშე ვერსია, მეთქი აი რაღაცა სასწაული ამომაჩინე და ვიპოვე რა მაგარია. არა, ჯერეთი ეს ბალზამი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი გლიცერინის კრემი, ოკლუზიურობაც კი არ ქონდა საკმარისი, რა ბალზამი. სიტყვა ბალზამი ახლა აქ რამდენიმე პროდუქტს ვახსენებ კიდე ძალიან არასწორად იყენებენ გერმანულ ენაში სიტყვა ბალზამს. ვიღაცამ უნდა მიაქციოს მაგას ყურადღება ნამდვილად და ამ შემთხვევაშიც ეგრე იყო დიდი იმედგაცრუება. არანაირი ბალზამი, ჩვეულებრივი ოდნავ თხელი კრემი, რომელიც თუ რეალურად ძლიერად მშრალი კანი და გაუხეშებული კანი და ეგზემა და ასე შემდეგ რაზე დაწერია, მართლა რაღაცა ეგეთი პრობლემა გაქვს, ვერაფერში ვერ დაგეხმარება. ჩვეულებრივი მსუბუქი ლოსიონი რო წარმოიდგინო. ამიტომ დიდი იმედგაცრუება ტყუილი აწერია ზეთ და არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა მაგაში. შემდეგი იმედგაცრუება ეხლა სხვათა შორის ნოემბრისთვის ფავორიტების ვიდეოში გესაუბრეთ ამ პროდუქტის შესახებ იყო Kneipp'ისგან, მათი მსუბუქი დუშის ბალზამი, დასაბანი საშუალება, რომლის მოცულობა არის 200 მლ, გახსნა 3 თვე აქვს და ეს გერმანიაში დამზადებული ბრენდი და პროდუქტი. აქაც იგივე თემა იყო ზუსტად. ამ პროდუქტს არაფერი საერთო არ აქვს სიტყვა ბალზამთან. ეს არის ძალიან თხელი ლოსიონი, რომელიც დაცურავს თითებში, განსაკუთრებით სველი ხელებით რო დგახარ საშხაპეში, ვერ იჭერ პროდუქტს. ვერ წარმოიდგენთ ეს 200 მლ-იანი შეფუთვა როგორც სწრაფად დამთავრდა ზუსტად იმის გამო, რომ საოცარი რაოდენობის პროდუქტი გჭირდებოდა. ისეთი დიდი რაოდენობის პროდუქტი ჩამოდიოდა ერთ ჩამოსვლაზე, მერე თავიც აღარ ეხურებოდა უკვე ისე კარგად. ანუ რო ხსნიდი, აქ იყო უკვე ეს ძალიან თხელი პროდუქტი იმ რაოდენობით დაგროვილი, რომ აი ერთიანად ჩამოდიოდა ყველაფერი. როცა ესეთი თუბის შეფუთვით გაქვს პროდუქტი, იმას ცოტა ტექსტურა უნდა გქონდეს, რომ აი ხელის მოჭერა უნდა გჭირდებოდეს თუბზე, რომ პროდუქტი ჩამოვიდეს. არა, ამას თავს რომ მოხსნიდი, უკვე თავისით ჩამოდიოდა პროდუქტი. ამიტომ არა, ესე ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. შედარებით უფრო ნაკლები იმედგაცრუება იყო. ძალიან იმედგაცრუებების შესახებ ხომ საუბრობთ. Salt House, ესეც დემში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, მათი დუშგელი, ოკეი, ამას მინიმუმ გელი მაინც ეწერა ზეთ და ეს რეალურად იყო გელი, 250 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 9 თვე აქვს და პარფიუმის გარეშე, სილიკონების გარეშე, ამის გარეშე, ყველაფრის გარეშე. ეს იყო მართლა ყველაფრის გარეშე. ეს არის ადამიანებისთვის, რომლებიც ვერაფერს ვერ იყენებენ. არ ვიცი თავიდანვე რატო არ მივაქციე მაგას ყურადღება, რომ ანუ მკვდარი ზღვის მარილზე არის დამზადებული Salt House ბრენდს ასე ქვია, მკვდარი ზღვის მარილზე ამზადებენ ყველა პროდუქტს და ეს ხაზი არის ერთ-ერთი ისეთი ხაზი, სადაც თითქოს არის სამედიცინო პროდუქტები იმ გაგებით, რომ შესაძლო გამოგეზიანებების გარეშე და უფრო მგრძნობიარე კანისთვის არიან დამზადებულები. რაც ჩემთვის იყო ძალიან მსუბუქი. საშუალებაში ცოტა უფრო მეტი ძლიერი სულფატებით გამწვენი მჭირდებოდა, განსაკუთრებით იმ სეზონზე, რა სეზონზე ამას ვიყენებდი, იყო ძალიან მსუბუქი სამწუხაროდ. მაგრამ მათთვის, ვისაც ესეთი მსუბუქი გამწვენი შეიძლება გჭირდებოდეთ და თქვენი კანისთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს, მე ვფიქრობ, რომ ცუდი არჩევანი არ იქნება, უბრალოდ ჩემთვის თლად სწორი პროდუქტი არ იყო. ამიტომ ახლა სამწუხაროდ რეიტინგში მაღლა ვერ მოხვდა. ასევე რეიტინგში მაღლა ვერ მოხვდნენ ეს ორი პროდუქტი. მოდით ერთად გესაუბრებით ამ ორი პროდუქტის შესახებ. ეს არის Sol de Janeiro's Brazilian Foreplay, დასაბანი გელი, გელკრემი და ესაა შემდეგ დამატენიანებელი კრემი, ბუმბუმ კრემი. ესენი არიან Salt Caramelis არომატით. ესენი იყო ნაკრებში, სამოგზაურო ზომის შეფუთვაში იყვნენ ეს პროდუქტები. ესენი ვერ მოხვდნენ მაღლა რეიტინგში, იმიტომ რომ ესენი არიან სულისთვის, ესენი არიან პარფიუმისთვის. ამას ყიდულობ მაგ აზრით და იდეით, რომ ეს Salt Carameli და ეს პარფიუმი და ეს სული და ეს არომატი. და არა იმისთვის, რომ გლიცერინი და პანთენოლი და ჰიალურონი და ოკლუზიურობა და დატენიერება მაგისთვის არა. მე მაგისთვის ვყიდულობ პროდუქტებს. ეხა ეს იყო ნაკრები, ეს ამ პროდუქტი იყო კიდე შიგნით და 25 ევრო გადავიხადე სამივეში ერთად და დასატესტად რატომაც არა, სასიამოვნო იყო. უბრალოდ სრული ზომის ამ პროდუქტებში 25-30 ევროს არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი. დუშგელია. გინახავთ ვინმე მოგისმენიათ, ვინმე ამბობდეს, რომ ამ დუშგელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, ამ დუშგელმა ჩემს სხეულზე კანი შეცვალა რაღაცა მსგავს. არა, ოკეი, დამატენიანებელი მაქსიმუმ. სხეულის ლოსიონი მაქსიმუმ რაღაცა ეგეთი, მაგრამ არა დუშგელი. არ გადაიხადოთ ძვირი ეგეთ რაღაცებში, ეხლა ნახავთ უფრო ბიუჯეტურ ბრენდებთან როგორი არაჩვეულებრივი არჩევანია, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით თუ რეალურ ჰიდრაციას, დატენიანებას და ოკლუზიურობას ეძებთ.
აქ ყიდულობთ პარფიუმს. ეგ გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ და ამიტომ ჩემთან ეგენი არ არიან მაღლა რეიტინგში. ასევე First Aid Beauty-ს KP კრემიც ვერ მოხდა ჩემთან მაღლა რეიტინგში. ეს არის კერატოზის პილარის ქათმის თუ მარწყვის თუ რაღაც სხვა რაღაცას ეძახიან კანევისაც გაქვთ 10% AHA-ით ექსფოლიაციისთვის ფიზიკური ექსფოლიატორია გრანულებია შიგნით და ჩემი კანისთვის იყო ძალიან უხეში ძალიან გამიღიზიანა კანი მეგონა რომ უფრო მსუბუქი იქნებოდა არ ვიცი რა თუ დამემართა განსაკუთრებით დეკოლტეზე გადავისვით ანუ არ ვიცი მეგონა რომ დამილაქავდებოდა დეკოლტე ისეთი უხეში პილინგი იყო ჩემს კანზე ჩემთვის ნამდვილად არ არის შემიძლია წარმოვიდგინო ვისაც ძალიან ცხიმიანი გაუხეშებული კანი გაქვთ გამოკადგეთ ცხელზე მაგრამ ჩემთვის სამწუხაროდ არის რომ მე ესე ძვლის გამოცალე ბოლოს ფეხებზე ვიყენებდი გულწრფელად რო გითხრათ თან ეს მინი შეფუთვა სრული ზომის შეფუთვა რო ვიყიდო მაგაზე არც ვიფიქრებ არასდროს ისე რაც არ არის მექანიკური პილინგი ჩემთვის მეგონა ცხელზე უფრო გამოვიყენებდი მაგრამ არა სამწუხაროდ არა ჩემთვის ნამდვილად არ არის შეიძლება ვიღაცის კანისთვის სასწაული პროდუქტი იყოს ეგ გავითვალისწინოთ ეხლა მე ერთი კანი მაქვს ყველაფერი ვერ მომეწონება ეს ნამდვილად არ იყო ჩემი კანისთვის. პროდუქტი რომელიც არ მინდა რომ ძალიან მაღლა ავიყვანო ეხა რეიტინგში, იმიტომ რომ მაინდა-მაინც სხეულის მოვლის პროდუქტი არ არის, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ მოხდეს ამ რეიტინგში და აუცილებლად მინდა რომ ვახსენო და მე მგონი ეხა რაღაცა შუა ნაწილში განაჩვეულებრივი იდეა იქნება. ეს არის დოქტორ შილას ხელის კრემი, კალენდულას ხელის კრემი, რომელიც ასევე retinol palmitates შეიცავს. ეს არის 75 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის ჩემი ფავორიტი ცივი სეზონის ხელის კრემი. ეს არის ხელის კრემი, რომელიც ბალზამია, რომელიც მალამოდ გედებათ ხელებზე. ხო იცით, აი მე ვერაფერს რო ვერ ეხები, ცოტა ხანი სანამ ხელები არ გაგიშრებათ. აი ეგეთი დამატენიანებელია. ვიცი რომ შეგვაგებისთვის არ იყოს, ამიტომ მაგას მიაქციეთ ყურადღება. ალანტოინი, retinol palmitate, გულყვითელა, მოკლედ არაჩვეულებრივი ხელის კრემია. მე მიყვარს ძალიან, მე ამოწყდება უბრალოდ. ჩემი აღმოჩენა ხელის კრემია ნამდვილად. ვერ წარმოიდგენთ ამისი რამდენი შეფუთვა მაქვს დაცელი. ყველა ჩანთაში მიდევს, სახლში მიდევს, ოფისში მაგიდაზე მიდევს. მე მაქვს ძალიან მშრალი ხელი, ძალიან მშრალი ნუნები და რაღაც ესეთი ძლიერი დამატენიანებელი ბალზამი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი შეფუთვა, სადაც ბალზამი სწორად წერია დღევანდელ ვიდეოში. ეს არის ნამდვილად ბალზამი. თუ მოხვდებით აქეთ გერმანიაში, ან თუ იპოვით საქართველოში, ან სადაც ხართ არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა და დაინახავთ ეგეთი სქელი ბალზამის გამოყენება შეგიძლიათ და გჭირდებათ ხელზე ფასისთვის არაჩვეულ. ოკეი, შემდეგი არის ბალიას სხეულის ბალზამი. აქ ბალზამი ასოთაცე. მე მგონი რაღაცა ინგლისურიდან აქვს ნათარგმნი ეს სიტყვა ნათარგმნი კი გადმოტანილი პირდამ სიტყვა ბალზამი და ვერ ვწვდებიან რეალურად რას ნიშნავს სიტყვა. ეს არის ბალია med რომელიც ოდნავ უფრო თითქოს და სამედიცინო პროდუქტებს ყიდის ვიდრე ბალია და ოდნავ უფრო ძვირი იყოს ვიდრე ბალიას ჩვეულებრივი ხაზიდან პროდუქტები. ეს არის 5% პანთენოლით სხეულის ბალზამი. არც ისე ბალზამი. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე ეს არის 250 მლ-იანი შეფუთვა, გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ერთადერთი რაც არ მომეწონა და უფრო მაღლა ვერ მოხვდა, ამიტომ სიაში შეფუთვა არ ჩამოდის, უნდა ეჭიდაო. უნდა ეჭიდაო რომ პროდუქტი ჩამოვიდეს. ისეთი ტექსტურა აქვს, ამას სჭირდება ფამფი. მაგიტომ და თან 5% პანთენოლი უკვე სახუმარო თემა არ არის. აქ უკვე ცოტა აი ფორმულაცია უნდა მიახმარო, რომ არ გაიწეპოს სხეულზე პროდუქტი და მაშინვე განსაცმლის ჩაცმა შეძლო და რაღაც ესეთი დეტალები, ანუ კოსმეტიკურად საუკეთესო პროდუქტი არ არის. თუმცა ფასისთვის და ინგრედიენტებით მოცულობა იმსახურებდა ნამდვილად რეიტინგში ცოტა მაღლა მოხვედრას. კოსმეტიკურად უფრო კარგად დამუშავებული და უფრო გემრიელი და უფრო სასიამოვნო და ფამფი შეფუთვით გახლავთ ნოიტროგენა. ნოიტროგენის ღრმა დატენიანებისთვის ნორვეგიული ფორმულა. ეს ხაზია ნორვეგიული ფორმულა, სადაც ერთ-ერთი არის სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი. ცოტა შორის ძალიან თხელი ტექსტურა არ აქვს, ლოსიონი კი აწერია, მაგრამ გაითვალისწინოთ რომ კრემოვანი ტექსტურის არის, რომელიც შეიცავს 10% გლიცერინს და კერამიდების კომპლექსს. მოცულობა გახლავთ 250 მლ, გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. მიყვარს ნოიტროგენას სხეულის კრემები და მიყვარს ნოიტროგენას ნორვეგიული ფორმულა. ამათ ცოტა შორის ძალიან კარგი ხელის კრემი აქვს, რომელიც სამსახურში მაქვს, არა მაქვს სახლში და შესაბამისად ვერ მოხვდა დღევანდელ ვიდეოში. თუ არ დამავიწყდა ფოტოს ჩაგიგდებთ აქ, ხელის კრემიც არის ძალიან კარგი, ისიც ბალზამია, ისიც ვაზელინია, ისიც ეგეთი შემეძლებლები არიან ძალიან. კარგი ხასიათზე მე მაქვს ხმაური არის. მოკლედ, ზამთრისთვის, შრალი განისთვის ნორვეგიული ფორმულა არის ერთ-ერთი საუკეთესო და ეს დამატენიანებელი ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას 5 евро ღირს მე მგონი. 4 და რაღაცა 250 მლ-იანი შეფუთვა არის მაგ ფასისთვის საოცარი პროდუქტი. შემდეგი პროდუქტი, რომელიც უნდა ვახსენო, არის ეს ლიტრიანი. დერმაბი არის კორეული ბრენდი, მათი დღიური დამატენიანებელი სხეულის დასაბანი საშუალება. ლოსიონი არის, ლოსიონის ტექსტურა აქვს, რომელიც არის 1 ლიტრიანი, მართლა 1 ლიტრიანი. ამას 2023 წლიდან მოყოლებული ვიყენებთ. ვერ წარმოიდგენთ რა დრო დავაგვიანდა ამის დასაცრებად. გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა და კარგია, 12 თვე რო აქვს გახსნებად. შეიძლება 1 წელი დაგჭირდეთ ამის დასაცრებად, პარსვისთვის, სხეულისთვის არაჩვეულებრივია.
შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე დიდისთვის, პატარასთვის, მთელი ოჯახისთვის რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ფორმულაციაა, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებია, ძალიან სასიამოვნო ტექსტურა, ძალიან სასიამოვნო ქაფთება, კარგად ასუფთავებს კანს, არაშრობს, არ ჭიმავს, მოკლედ კანის ბარიერისთვის არაჩვეულებრივი, პატარებისთვისაც გამოგადგებად, ძალიან კარგი პროდუქტია. სხვათა შორის დერმაბის სხეულის მოვლის სხვა პროდუქტებიც ძალიან კარგი აქვს. გავაგრძელებ სიამოვნებით ამ ბრენდის დატესტვას, უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება 1 ლიტრიანი რაღაც აღარ ვიყიდო, იმიტომ რომ მე ვეღარ ვტესტავ სხვას ვერაფერს, გამოდის რომ მთელი წელი ერთი ლოსიონი მიდევს საჩხაპეში, იმიტომ რომ არ მიყვარს ორი სამი პროდუქტიც ერთად გახსნას, ძლივს გადავეჩვიე, მაგას რომ რაღაცები არ გავხსნა ერთდროულად მსგავსი პროდუქტები, ძლივს გადავეჩვიე. ფავორიტების ვიდეოები რო ვაკეთებ, ეგ მეხმარება სხვათა შორის მაგაში, ვიცი რომ თქვა მინდა რომ ორ თვეში ეს პროდუქტი მქონდეს დაცლილი, ერთ თვეში ეს პროდუქტი მქონდეს დაცლილი, რომ გესაუბროთ ამ პროდუქტების შესახებ, რასაც ვიყენებ და თუ შვიდ სხვადასხვა შრაც გავხსნი, ვერც ერთს ვერ დავამთავრებ ორ თვეში, ხო? ამიტომ ნელა მივეჩვიე მაგამ ბოსტა ახლა მაგას ვეღარ შევცვლი bad habits. პირველ ადგილს რაც შეეხება ძალიან დამსახურებული პირველი ადგილი. ძალიან დამსახურებული პირველი ადგილი. ორი პროდუქტი გვაქვს პირველ ადგილზე. უბრალოდ ორივე არის ერთი და იგივე ბრენდის, ერთი და იგივე ხაზიდან. ამიტომ მოდით ორივეს შესახებ ერთად გესაუბრებთ და ვთქვათ რომ ორივე მათგანი არის პირველ ადგილზე. ეს არის Nivea, ორივე პროდუქტი არის Nivea-ს, მათი body lotion და body cream. კი ბატონო, ეს კრემია, ეს lotion. ეს ლოსიონია. Repair and Care. ეს არის ახალი ხაზი, სადაც საინტერესო პროდუქტები აქვს. ეს ორი განსაკუთრებით მომეწონა, სხვათა შორის იგივე ხაზიდან სხვა ინგრედიენტებით ზუსტად ამ ზომის ერთი სხეულის კრემი ახლა მაქვს გახსნილი და ვიყენებ. ერთ წელში ერთი და იგივე ბრენდის 3 სხეულის დამატენიანებელი. ცოტა არ არის. მე მგონი ბევრ ამას ნიშნავს ეგ უკვე, ხო? მოკლედ, ეს ლოსიონი არის Pump-ით, ეს გახლავთ 250 მლ-იანი შეფუთვებისას გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის 7% გლიცერინით და E-ვიტამინით. მშრალი და გაუხეშებული კანისთვის. კი ბატონო, მშრალი კანისთვის ძალიან სასიამოვნოა. Pump-ი კარგად მუშაობს, კარგად ამოიღოს სხვათა შორის ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ნორმალური ოდნავ ცხიმიანი კანი გაქვთ, ოდნავ პრობლემური კანი თუ გაქვთ, აკნე და ზურგის აკნე და დეკოლტეს აკნე. არა, მაგრამ თუ ნორმალური ოდნავ კომბო კანი გაქვთ წყალზე, მაინც გამოგადგებათ. არ არის აუცილებელი ეს თემა, რომ მაინც გაუხეშებული და ძალიან მშრალი კანი. გაუხეშებული ძალიან მშრალი კანისთვის არის ეს კრემის ვერსია. ეს არის 10% გლიცერინი და პანთი. ორი არაჩვეულებრივი ინგრედიენტის კომბინაცია. ეს გახლავთ 400 მლ-იანი შეფუთვა, ლამის 9 ლიტრი კრემია შეგნით. 12 თვე აქვს ვადა, წვეთი აღარ არის. აი, ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვიყენე. არ იწებება, სწრაფად შეიწოვება. სწრაფად შრება, ტანსაცმელი არ გეწებება, ორივე შემთხვევაში ეგრეა. აქ მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ უფრო სქელი კრემის შესახებ საუბრობთ, მაინც არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია, ეს არის სხვათა შორის პარფიუმის გარეშე ვერსია და ამას სახეც აწერია ზედ. მაგდენს შეგვიძლიათ, მაგ რეკომენდაციას ვერ გაგიწევთ, რომ სახეზეც გამოიყენოთ თქვენი კანის ტიპის გააჩნია. ანუ პარფიუმის გარეშე შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, გლიცერინის ბაზისზეა დამზადებული 10% გლიცერინი, სილიკონების, სქვალეინი, ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი, არაჩვეულებრივი ინგრედიენტების აქვს. რეალურად ეს ინგრედიენტების სია შეიძლება აიღო სახის კრემზე გადაიტანო, 30 მლ-იანი შეფუთვაში აქვს და სახის კრემი დაარქვა. ოღონდ მართლა, არაჩვეულებრივი ინგრედიენტების აქვს. უბრალოდ არ ვიცი, მაინც ვერ ვიტყვი ასე პირდაპირ, რომ სახეზე გამოიყენეთ. თუ ძალიან უპრობლემო კანი გაქვთ, თუ არაფერი არ გაწუხებ, თუ მშრალი კანი გაქვთ, თუ მიჩვეულია კანი ოდნავ უფრო სქელი კრემების გამოყენებას და იცით რომ არ შეგაწუხებთ და ასე და ასე შემდეგ, შეიძლება გამოგადგეთ კიდეც. რატომაც რა თუ დააწერეს ეს სახე, ესე იგი დატესტილიც აქვს, თორე ისე ვერ დააწერდნენ. არ ეკნებოდათ მაგისი უფლება. უბრალოდ მაინც ცოტა მიჭერს რაღაცა ეგეთის თქმა, მაგრამ სხეულისთვის არაჩვეულებრივი ხაზია. როგორც მივხვდი საქართველოში მაინც ძვირი Nivea-სთვის, მაგრამ მაინც ძვირი სამწუხაროდ, მაგრამ თუ გექნება შესაძლებლობა ფასდაკლებაზე ან აქეთ მოხვდებით, ან ვინმეს რაღაცას დააბარეთ ან რაღაცა, ღირს ნამდვილად რომ დატესტოთ. ნამდვილად პირველი ადგილი. არაჩვეულებრივი პროდუქტებია და ძალიან მიხარია რომ დავიწყე ამ ბრენდის დატესტვა და ამ პროდუქტების დატესტვა და ბალიას კიდე რამოდენიმე არაჩვეულებრივი პროდუქტი აქვს, Nivea-ს კიდე რამოდენიმე არაჩვეულებრივი, მოკლედ დემსში და როსმანში რომ გავიარე, იმ დღეს მივხვდი რომ სხეულისთვის კიდე რამოდენიმე ესეთი საინტერესო პროდუქტი მაქვს დასატესტი 2025-ში, რაც უკვე ძალიან მიხარია, მაგრამ 2024-თვის Nivea იყო ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებული. კარგით მეგობრებო, სკინკეარს რაც შეეხება, თავის მოვლა რაც შეეხება, ეს იყო ბოლო ვიდეო, ფავორიტები 2024. ერთი ვიდეო დამრჩა კიდე, ეს იქნება მაკიაჟის შესახებ, რომელსაც ეხა დღეს ვეღარ ჩავწერ სამწუხაროდ, იმიტომ რომ
ხმა თითქმის უკვე არ მაქვს. შემდეგისთვის გადავდოთ, მაგრამ ეგ ვიდეოც აუცილებლად იქნება ტონალურები, ტუშები, ფანქრები და ასე შემდეგ, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებდი 2024-ში. სიამოვნებით მინდა რომ მაგ პროდუქტების შესახებ გესაუბროთ და ჩავწერ მაგ ვიდეოს აუცილებლად, მაგრამ skin-care-ს რაც შეეხება და ზოგადად სხეულის და კანის მოვლას რაც შეეხება, ეს იყო სულ მორჩით ყველა კატეგორიას. სიამოვნებით შემეხმიანეთ კომენტარებში რა იყო თქვენი ფავორიტი სხეულის მოვლის პროდუქტი, დუშგელი იქნება თუ სხეულის დამატენიანებელი იქნება თუ ხელის კრემი იქნება თუ ასე შემდეგ. თუ არის რაღაც ისეთი რაც გაინტერესებს და გინდათ რომ დავტესტო 2025-ში, ესეც სიამოვნებით დამატებთ კომენტარებში და ჩავინიშნავ აუცილებლად ჩემს სიაში. დღევანდელი ვიდეოსთვის კიდევ სულ ეს იყო. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმი შეერჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავსოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!